სახელთა მამისათა და დისთა შვილთმისათა გილოცავ დღევანდელ დღეს კვირა დღეს და განსაკუთრებული დღე არის დღეს ღვთისმშობლის ხატის ივერიის წოდებული პორტაიტისა დეკარის ეკლესია და ხატი დღესასწაულია მის შემოძალება საქართველოში და ასე საკითხავის კვირა დღის არის და მნიშვნელოვანი მსოფლიოების მამების ამდენი საკითხავი, მაგრამ ყველა ეს საკითხავი ერთის მიმართ არის. ესე განხდის განგებით და ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტით ეს ერთობა სიტყვისა და ერთის განგებისა წარმოვაჩინოთ თქვენთან. ყველა მკვლელთვის იგავი თესვარზე. გავიდა თესვათო და იგი ზოგი თესი გზაზე დავარდა გზის პირა, ზოგი კლდოვაზე, ზოგი ეკალბარდებში, ზოგი დავარდა ნოყიერ მიწაზე. და შესაბამისად ვინ რომელი ნაყოფი გამოიღო და ხედავთ რომ ეს გზის პირას უგულისხმო ადამიანს სადაც მისა გონებაში ათასავე აზრები მოდიან და მიიტაცებენ და იქ სიღრმე ღვთის სიტყვისა მას არ ესმის. ის მმართველი ხალი განუმარტავს ყოველთვიურ მოწაფეებს ამ იგავის სიმბოლურ მნიშვნელობას, რომ ეს ღვთის სიტყვა არის. ღვთის სიტყვა იბნევა ყველასათვის, მაგრამ ყველა არ არის მიმღები. ზოგი საერთოდ ეთქვის შემსიმბოლო გამოუშვა იქ არ სახსოვს არაფერი, იმიტომ რომ მისი გონება ამავე სოფლის ზახვებით, ცურვილებით, ინტერესებით, ამბებით არის იმდენად დაკავებული, რომ ადგილი აღარ რჩება ღვთის სიტყვისათვის და ის მერე ქრება. აკინკავენო ჩიტებიო, ეს ჩიტები და ამ სოფლის ესე იგი მასულებით, დადრწიან, დაფრინავენ, ყველა თავისას საქმეს აკეთებენ. და თავის საქმე რომ ღვთის სიტყვა ადამიანის ურამბი არ მივიდეს და თუ მივიდა უკუიდან გამოიღოს. ეს არ არის უცხო ჩვენთვის. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ ამას. მაგრამ კლდოვანი გასაგებია როგორც ამარტავს მოცხოვარი მოწაფეებს. კითხვა ასეთი იბადება რომ რატო მოცხულებს ხო განუმარტა? რატო წერს მაშინ კიდე მახარებელი ამას? იმათ ხო გაიგეს უკვე სიტყვა? არა. ეს სიტყვა ღვთისა ყველასათვის არის. ამიტომ მოცხულმა მიიღეს, რომ ისინი ის ნოყიერი ნიადაგი, რომელიც აღმოცენდა მრავალ ნაყოფი გამოიღო და მრავალ ნაყოფი გასისეს, რომ გამრავლდა ის მარცვლები ღვთის სიტყვისა. და მთელ სოფლიოს მოედა. მთელ სოფლიოში ნაკადაგებელს ახარება. და ამიტომ ჩათვალეს რომ აუცილებლად მომავთაობებს იცოდნენ ეს იგავი და მისი განმარტება და დაინახონ აქ არის 4 მდგომარეობა ადამიანისა. ერთი უგულისხმოა და მის თავში არჩება ჭეშმარიტი სიტყვის ადგილი აღარ რჩება. მეორე არის კი მონდომებულია, მაგრამ კლდოვანია, ანუ რათა გული გამკრიებული აქვს. კი უხარია ეს სიტყვა, უხარია ეს ჭეშმარიტი სიტყვა, მაგრამ ისო დარჩეს მასში უნდა იყოს გულისხმიერი ადამიანი. და ეს ვერ გაიგამსხო იმ კლდოვანზე პატარა თუ მიწა მიღრილი როგორც კი დაცხება, ეგრე გახმება, იმიტომ რომ ძირი არ აქვსო. ანუ საფუძველი ეს ადამიანში ღვთის სიტყვის მიღებისა, ისი გულისხმიერება, გულისხმის ყოფა, მოწყალების საქმენი, ხელმოქმედება, მობიერება, აი მაშინ კი უფალი, იმიტომ რომ თვისობრივად ის უკვე უფალს უახლოვდება. ეს რას ხედავთ, რომ უფალი ყველასათვის არის, მაგრამ ყველა ვერ არის უფლისათვის. და უფალი ასის რომ ყველა თავისი ნაყოფი გამოიღოს და გამოჩნდება ვინ არის და როგორი არის. რომ რატო ერთი დაწინაურდა და მეორე არ დაწინაურდა. ერთი უდაბნოსავდა და მეორე გადაყვა ამ სოფლის საქმეებს. ეს ადამიანის არჩევანია და უფალი ცხადყოფს მის შინაგანს და შემდეგ ეს ეკალბარდები აი ესე ყოველდღიური საქმით დატვირთულია
და თუ არ რჩება დაჟეს მილეტებს დაიკითხოს ან ვილოცოს თვითონ ავტყოფი მოინახულოს ან კიდევ რაღაცას შეეწიოს დაეხმაროს აი ანუ სხვა კატეგორიის ადამიანები არიან ქვეყანაზე და ეს ყველას ერთი არის მაგრამ ეს ერთი გავი ეს თუ შევეხებით ჩვენ მეშვიდე მსოფლიო კრების მამებს და შეიკრიბნენ რატო რომ ეს დაამტკიცონ ხათ თაყვანისცემა ის ხო მე საუკუნეში 1987 წელს ისევ ნიკეაში პირველ მსოფლიო კრება ნიკეაში და ბოლო მეშვიდე ნიკეაშია მოხდა ჩატარდა თავისი მიზეზი აქვს რატო ნიკეაში კონსტანტინე უკვე აღშენებული არის უკვე დედაქალაქია რამდენი საუკუნეა ხო მეოთხე საუკუნის შემდეგ გავიდა სამსაუკუნეზე მეტი და რატო დედაქალაქში არა წინა ბრძოლა იყო იქაც რომ ხათ მებრძოლებს არ უნდათ დაეშოთ ამ კრების მოწვევა იცოდნენ რომ იქ უკვე მრავალი მტკიცებულება იყო ხატების მიერ სასწაულთ მოქმედების და რა მნიშვნელობა ხატს მორწმუნე ადამიანისათვის და რამდენად ხატის საწყისი საიდან არის რომ ადამიანის მოგონილია თუ რეალობა არის ადამიანის მოგონილი იყო წარმართული ქანდაკებები და ვიღაცის ხატობა შემთხვევით ვიღაცის ნახატა ან თვითონ მოიგონა სიუჟეტი და ასეთი უამრავი ხატები გასაგებად მე-20 საუკუნეში გაჩნდა ეს იმდენი იზმებით არის ხო ეგ ფუტურიზმი კუბიზმი და მოდერნიზმი კვანტილიზმი ვერ ჩამოთლი ყველას სუპრემატიზმი და ფორმა დაკარგა ხატობა თავი ორიგინალური იყოს წარმოჩენს ადამიანის მე ვარ ჩემი მოგონილი არის ეს და სხვა არავინ ასე ვერ ხატავს და ეს ჩემია და აი ეს სწორედ მდგომარეობა დღევანდელი კაცობის ესეთია ინდივიდუალიზმი ეგოცენტრიზმი აგებული არის და უფალმა თქვა რომ ერთ-ერთი ნიშანი ბოლო ჟამისა გამრავლებით და უჟუობის და მალთაშორის გახმის სიყვარულიო იქ ადაგებს ახალი მთელ სოფლიოში და მაშინ დაიწყება განდგომაო რატო ვერ ღებულობამ სიტყვას არ ესმით ეს სიტყვა რატო არ ესმით აი მიზეზების გამო არცერთ ამ მიგავშია მოცემული და წარმოიდგინეთ რომ შეიკრიბა მამები რომ ხარ თაყვანისცემა აღადგინონ დაამტკიცონ მრავალი სასწაულს მოყვებოდა იქ შეგვიძლია მამები რომელთა თვითხილოვნი იყვნენ მაგრამ საწყისი ხატისა იყო ადამიანის მოგონილია პირველი ხატი ღვთის კურთხევით მოშტიკასემ შეხვდა სიასთარზე ქერუბინები გამოსახეო და ახთვის კიდევრის თავზე ორი ქერუბინი ერთ-ერთი თავით გაშლიო ლოცვის დროს რომ მათ შორის გამოგეცხადებიო ანუ საწყისი ამისა არის გამოცხადებითი ღვთისაგან რომ უხილავი ხილულად არ იყოს ადამიანი თავის ფანტაზიით კი არა როგორც უფალი მას მისცემს ისე ანუ მაკავშირებელი უფალთან აი ეს არის და გარდა მაგისა თუ უხილავ სამყაროში ვერ ხედა და უფალო გამოგიცხადა ხილულს ხედა წმინდა მამის ხედა მოცხულს ხედა უფალი რო ნახე და უშინო დაივიწყო უფალმა ხეთუქნელი ხატი თავისი დაუტოვა ედესის მეფეს ალგაროს ვიცით ეს ხეთუქნელი ხატები ვიცით კიდე ხოდა ღვთისმშობლის ხატი აწყულის რომ მობრძანდა და ანუ რატო მოხდა რომ ვიღაცა დევნიდა იმიტომ რომ ვერ გაიგო რომ ღვთისაგან არის ეს მოცემული და ადამიანის მოგონილი არ არის და რეალობა უხილავს ეცის და რეალობა ამ ქვეყანაზე წმინდანთა ცხოვრების მათი სასწაულების მათი
ღვთის მსგავსების მიღწევის, რომ შესაძლებელი კაცთვის თუ ადამიანი მოინდომებს ეს. ამას და მაგრამ საფუძველი არის ისე რომ ირწმუნო ქრისტე და ქრისტეს მიერ სიტყვა ღვთისა გასაგები გახდება, როგორც განუმარტა მოციქულებს, ვინც გული დღებულობს, იმასაც განუმარტავს უფალი და აქ შეიძლება ჩვენ ახლა რამდენიმე ამონარიდი დავიკითხოთ. ინგლისური ცნობილი ადგილის იონეს სახარებიდან საიდუმლო სერობის შემდეგ უფალი აღარეს ლოცვა ვედრებას მამისადმი და ლოცვას ეტო სამდელთავრო ლოცვა ეწოდება. ეს მეჩვიდმეტე თავია იონეს სახარების და ავიხილა თვალი იესონი ზეცად და თქვა მამო მოიწია ჟამი ჩემი ადიდე შენი რათა ძემათა შენ გადიდოს. რომე ჟამი მოიწია ჯვარცმის ჟამი მოიწია და უფალს ჟამი ჩემი მოვიდაო რომ განცხადეს მისია უფლის გამოცხადეს ქვეყანაზე რომ მოვიდა საცხოვნებლად ადამიანის გადასარჩენად თვლის მისატევებლად და ძლევრისათვის ბოროტზე გაცხადდა რომ ბოროტება დაიძლია. ამისათვის უფალი თავს ტირავს ჩვენთვის ადამიანს და მე ამბობს რომ ვისაც მომეც მე ხელწიფება ყოველთა ხორციოთა რათა ორი რომელი მოეც მას მისცეს მათ ცხოვრება საუკუნო. იესომ საუკუნო ცხოვრება მისცეს ადამიანებს. და მე დავთ რა არის საუკუნო ცხოვრება? თვითონაც ხო კითხავს გვისოს ჩვენთვის, რომ ჩვენ ხომ ეს კითხვა გვიჩნდება რა არისო? ესიას ცხოვრება საუკუნო რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელიც მოავლენი იესო ქრისტე. ღვთის შემეცნება მაგრამ ღვთის გარეშე როგორ შეიმეცნებს ადამიანი ღმერთს თუ მეც არ გამოიცხადა. დავით აღვიძეთ რომ ამ გამოცხადების შესახებ მოციქული პავლე იხსენებს გალატელთა ეპისტოლის თავის ისტორიას, მისი მოქცევის გახშოთ დამასკოში მიდიოდა ქრისტიან დევნისათვის და უზაზე უფალი გამოეცხადა და სულაც შეიცვალა მოციქული. და რას ამბობს ეს ყველა? გაუწყო თქვენ ძმანო სახარებასა მას, უკვე უხადაგებს გალატელებს, რომელიგი გეხარა ჩემ მიერ, თუ არას კაცობრივ. ანუ ღვთის სიტყვა, ადამიანის სიტყვა არა, ღვთისა არის. ხო, ადამიანის გასაგებ ენაზე ნათქვამი არის. და აი ეს გაიგო პავლე მოციქულმა და რომ ანუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავლიო, კაცთაგან არა, კაცთაგან ნასწავლი იყო. იგი იყო მოძღვარი გამალიელი ცნობილი მოძღვარი ისრაელში და ის ფეხით გაიზარდა. იმიდან ისწავლა ძველი აღთქმის წიგნები. მაგრამ ამ ძველი აღთქმის წიგნებსაც იქხალხო დიდი საიდუმლო ღვთის სიტყვისა, იმას გაგება უნდა. და როგორც გაიგო მან, ამიტომ სასტიკად დევნდა ქრისტიანებს. ვითომ ესენი ეწინააღმდეგებიან სიტყვას და ეხლა სამწუხაროდ მე კაცთაგან კი არ ვისწავლიო, ისაც კაცთაგან ისწავლა, გაუსასტიკა გული მან. არამედ გამოცხადებით მივიღეო ესო. აი, ასამბლოს რამე თუ არ მე კაცსა მიერ მოვიღე გინა ვისწავლე, არამედ გამოცხადებით იესო ქრისტესითა. აი, ამის შემდეგ უკვე იწყებს სახარების გადაგებას. მაგრამ აქაც არის რომ მე მაშინვე არ წავედი იერუსალიმშიო და ჩემქანა არსის და ხორცთა მიმართ იყო. არსის და ხორცთა რას ისევს? ორნაირი გამიმარტება
სის და ხორცი შეიძლება მონათ ესევე ხალხი შეიძლება შეიძლება მithვათ იუდეელები ვინც არიან ხო ხორცი და იმათან არ მივიდა საქადაგებლად მაგრამ არის რომ სის და ხორცითო ანუ ადამიანური ძალისხმევით არ ხადაგებო ანუ სულწრის მადლით და ჩვენ ხო ემოციებს ვაუყებით ეს არის ის და ხორცი ჩვენ შედაპარაკოს მეტყველს ჩვენ დაწეული ბუნება მეტყველს რომ გავრისხდით აზიდეთ გაგიხარეთ აზიდეთ უწუხარებაში ვარ და გვავიწყდება ღვთის სიტყვა თუმცა მშვიდობას მოგიტანს გაგიმხილ გონებას გაწევს შენ გულს აი დამუშავ კაცთაგან არაო გამოცხადებით მივიღე ამიტომ ეს საწვეს სიტყვა და ახსენს რომ მე ხო დევიდიო ქრისტიანებსო ეხა ავირჩიო მე თვითონ ვიყო დევნილიო ნატომ და ჭეშმარიტი სიტყვა შეისწავლო ღვთის სიტყვა გაიგო და რომ გაუგებარიყო ბევრის ის სახარებაში აი ლუკას სახარის განსაკუთრებით ორჯერ მეორდება ეს მაცხოვარი ემოუსის ზაზე ცხადება მოწაფეებს აღდომის შემდეგ და ვერ ისწრებს განუმარტავს მათ ღვთის სიტყვას წმინდა წერილს და იუბნება რომ რას დავუხტო თქვენო გზაზე ამ კლეოპას და ლუკას ეუბნება რას დავუხტო მოსემ და წესამეთყელო ხო დაწერეს ამაზეო და მე განუმარტავდა სიტყვას და გაუგდებული იყო რომ დაინახეს სხვანაირი დაინახეს ღვთის სიტყვა არის როგორც სასწაულებში ასწავლეს ღვთისაგან მიიღეს მადლით მიიღეს ღვთის მადლით და მე ასწავლე რომ უფალი დავიდა მადლად გაქვთ როგორ ვერ მიხდით რომ უფალი იყო შენი გულები ისე გახურებული იყო ჩვენთან რო იყო მაშინ ამ ქვეყანაზე როგორ ვერ მიხდითო ანუ აი ესეთი კარგი უნისონი ურთიერთობისა ჩნდება ხოლმე უფალთან ესეც გამოცხადება არის და უფალი უშაყიდოს რომ როგორ ვერ გაიგეთო მოსე წესობდა ჩემზე დაწერესო სხვა დროს იგნება მოწაფეებს და თქვენ ვერ გაიგეთო ჩემზე დაწერე ყველაფერი ჩემზე და აღშულდა ამიტომ იქ ფსალმურის სიტყვებიც სრულდება 21 ფსალმი კარგად იცით თქვენ ხო გახდეს ხელი ჩემ ფეხი ჩემ და აღრას ძვალი ჩემ და განიყო სამში ჩემ მათშოზე კვარცხლში განიგდეს წილი ესაც მე აღშულდა და ამ ფსალმის ახსენებს პირველ სიტყვით ელიანი ლამასაბახტანი და ვერ გაიგეს ილიას ეძახისო ეტო ილია რომ უშველოს და ნახოთ უშველის ილია თუ არა და ილია რომ უფალო რისთვის დამტოვე აქ ქრისტის ხსნისათვის ხონებისათვის სამწუხაროდ პროტესტანტებმა ვერ გაიგეს და თავის რატომ მიმატოვეო ღმერთი კაცი მიატოვებს დაღუპულია უკვე რომ შეიძლება ღმერთი კაცი მოხდა იმას მიტოვებაზე არა რისთვის ავარ ჯვარზე რისთვის დამტოვე აქ აი მისის ხსნისათვის ცხონებისათვის ძლევისათვის ბოროტზე ამისთვის ვარ მე აქ ეს ხალხი ვერ ხვდება ამას აი ამდენად რთულია და როცა ჩვენ ვახსენეთ ეს აი იონის ახალგაზრდა სიტყვები რომ რა არის ცხოვრება საუკუნო და რათა იცოდე შენ ერთი ჭეშმარიტ ღმერთი და რომ მოავლინე იესო ქრისტე ძე ღვთისა აი ამ შემეცნების გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი შეიცვალოს და უფალს ემსგავსოს თუ მადლის სულიწმის არ შემოვიდა შენში შენ ვერ მიიღებ და წუხდა პავლე მოციქული ამის გამო რომ ჩემიანებისთვისო ანუ იუდეველებისთვისო აი ზათავო რომ მე დავიღუპო მე წარზეო მე ოდის იცხოვდენო მათი ზულავდა და ბოლოს იგივე მათგან იყო გაწირული და აი სწორედ ამას ეხება დღევანდელი სახარება ერთი და მეორე და ხათ თავისემოვნი მამები რამდენ დევნა გადაიტანეს მათ ვიდრე
შესაძლებელი გახდა ღიად ანკრებაზე ამის თქმის რომ ეს ხატი ჩვენ ღვთისგან მოცემული ჩვენი მოგონილი არ არის რადგან გამოგვეცხადა იმას წარმოვადგენთ მაგრამ ხატი პორტრეტი არ არის ესეთ გავიგოთ ის ხატი სიმბოლურია რატო ხატი ბრტყელი არის და სირცობრივი არ აქვს განზომილება და პროექცია სხვანაირია ჩვენი ხატი ჩვენ ხედავთ აქედან იქით და ხატზე იქიდან აქეთ შენსკენ არის აი რატო რომ უფალი შენთვის მოვიდა იქიდან აქ მოვიდა შენ მიიღე ახლა და რა ხორცეთ რა მიიღო ამიტომ სული როგორ გამოხატო არც სულჩრდილები არის და არც პრაიმი პერსპექტივები არ არის სივრცეში რომ სივრცე ჩვენთვის არსებობს სასופელი სივრცე არ დრო და არც სივრცე არ არის დრო და სივრცე ამ ქვეყნის კატეგორიებია სივრცე განზომილი ჩვენ სამ განზომილი სივრცე გვაქვს ჩვენ კიდევ ორ განზომილი და აი ეს ერთი რომელიც გაფურსებს რომ არსებითად არა ამას სოფლის არის ეს აი ამისთვის თავზდებდნენ მამები რომ ეს არ არის ჩვეულები ნახატი ეს არ არის კერპი ეს არ არის მოგონილი და სწორედ ეს რწმენა რომ ჩვენ ვისაუბრეთ გამოცხადებით მიღებული რწმენა რომ ეს ხატები თვით გამოცხადებით იყო მიღებული სინაშტაზე პროცესის მიერ და შემდეგ მამების მიერ და უფლის მიერ მოცემული ხელთუქმნელი ხატი და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი და ჩვენ დროსაც გახსოვთ ჩვენ ახლა ვიხსენეთ ღვთისმშობლის ხატის მოგდანება საქართველოში თბილისში და შეშტაბში დაგძამდა სანამ ძირფასი კიოტი შეიქმნებოდა ჩვეულები იყო ჩარჩოში და უცებ კიოტი მოგზავნა და გახსოვს და მინაზე ასახული იყო ის ხატი ეს როგორ და შეესაბამე ორი სავი ფიზიკოსი იყო მოსული ერთ ვიცავდი ახლოს და დაწვი მოხდითო და გავიგეთო და ვთქევართო და უყურეთო და ვერ ხვდებითო ეს როგორ შეიძლება მოხდარიყო და სხვადასხვა მასალა არის პერანგის არის საღებავი სხვადასხვანაირი და ყველა ერთადერთ აღაბეჭდილი ხელი გაიჩეჩეს და წავიდნენ ვერ ის მონასკი ფაქტია მაგრამ მაინც და წავიდნენ შეიძლება გულში შეიცვალა მე აღარ მინახავს ისინი და აი სწორედ ამ სასწაულებზე უფლის მოსის ქვეყანაზე ამ სასწაულზე საუბარი ამ ცოცხლ ჩვენი ერი საუკუნის მანძილზე ამ ძლიერ ჩვენ ბოროტებას მტრობას სულიერს თუ ხილს თუ ხილავს და ამიტომაც ჩვენ ზეიმობთ ყოველთვის მართო ზეიმს ხმით ამას გილოცავ თქვენ დღეს და გახსოვდეთ ჩვენთან არის ღმერთი ახლა მე უნდა კიდევ სასიხარულო ჩვენ ახლა ტრადიციად გვექცა რასაც გაჟაფხულდა შემოდგომაზე ჩვენ აღვისოთ ჩვენი მოძღვრების დამსახურებებს და თითქოს ყოველდღე მსახურებაში ვერავთ ყოველდღე უფასო მსახურები ყოველდღიურობა არ არის ეს მარადიულობის მსახურებაა და ამიტომ ზოგს ამის ვაჯობდეთ ზოგ იმის ვაჯობდეთ ჯილდო კი არ არის წარმოვაჩენთ რომ სადღაც მოღვაწეობს და უფალი ხედავს და ჩვენ ვერ არ ვიგონებთ ხო ვიცით რატო ეხება ეს და მინდა სულ ახლა დავიწყოთ მიტის ტარების უფლებით დინდოდება დეკანზე ილარიონ იმსაძე მოგდები მე ახლა ვთქვი მრავალი სახურებისათვის და ეთი მრევლთან ურთიერთობის და მათი აღზრდისათვის. დეკანზე გიორგი უპრეშვილი. ამგვარი დაუშვით დინდოდება მიტის ტარების უფლებით აქსიოს სადარი დუსაც შენი აი ხელი გაკეთებული და გადახარო წილაში
უსეფისკი არა მარტო ის არა ამდენ წელი მსახურობს გაშენებულ ჯის ტარიფის უფლებით ილდდება ეკოზე მაგარი ელეთიანი აქსიოს ამა მაგარი უნივერსიტეტთან არსებულ ტადარში მსახურობს მამა ლაზარესთან ერთად და ჩვენ ახალგაზრდა ჩვენ პროფესორ მასწავლებელს განათლებს ხოლმე და თავისი თანდავლობით და მოდულებით. თავში ჯის ტარიფის უფლებით დეკანოზი დავით მეყანწიშვილი. ანა ახალგაზრდა იქ არის მსახურობს მაგრამ ოქტომბერში ჩვენ კომუნიკაცია ჩვენ ეკლესიის დადრების ეპარქიის საზოგადოებასთან ხალხთან საქართველოსთან მისი დახმარება ხდება. ასე მისი ღვაწლი გაცდა ეპარქიის ფარგლებსთან და ესეთი დაუღალავია. ეხლა ამზადებს გამოსაცემად ხელნაწერების ხო? ახარების და ინოტესად მუზეუმში ინახება და ჩვენთვის მიუწვევია და ეხლა გახდება. უამრავი კიდე სხვა რა, ხა ამზადებელი ქებათ არა კარგი ხო? როგორც უთარქიამზე ქება აკეციანის გულსა და დაცული ყოვია ქების უღაყოფილებით. აქსიოს აყვანილია დროს ხარისში დელი ხარება ჩიქოვანი. დეკანოვის ხარისში აყვანილოს დელი ზაბულენ მელაც. იგი შეცინი ეპარქიდან გავხდეთ და ამაზალგუნის, ხო? მოკლედ ვასიმძის დაკარგე ეპარქია. აქსიოს საოცარი ტენორი და წამყვანი ჩვენი საეკლესიო გუნდის მამათა გუნდის ერთი წამყვანი არის. ოქროს ჯვრით და დეკანოს წოდებით ილდოვდება დელი გრიგოლ გეგუჩაძე. ერთმანეთს აქსიოს მამის გვერდში დგას და მამას ეხმარება ყველანაირად. და ასევე ოქროს ჯვრის და დეკანოს წოდებით ილდოვდება დელი ილია მეტონიძე. იგი ამ ილია საქმეები ბევრი აქვს, მაგრამ მოიცალა და ერთ-ერთ ეპარქიაში შორს თაშიერი და ხა ავასახელებ რომ იმ ეპარქიას და იმ დელტავარს დელტავარს ხარო მოსახლეობამ ურთიერთობის დელი მაკლია და დამეხმარებოდა და აი სიშორეზე მიდის იქ გზაში 5 საათი ჭირდება იქ მაგრამ დადისოდა ეხმარება იქ ანუ მისიონერობას ეწევა ამიტომ ჩვენი ეპარქიის ფარგლებით არის მაგრამ ერთი ეკლესიის მსახურია ისი საქართველოა იქაც ქართველები არიან და ჭირდება მეთა დაგვეცეთ აქსიოს აი ასეთი დღესასწაული გვაქვს შენ დღეს ჩვენთან არის